მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, მეტ-FM 103.3 ეთერშია საავტორო გადაცემა ადამიანები განსხვავებული შესაძლებლობებით. მე ვარ მაია ასაკაშვილი. დღევანდელი გადაცემის მთავარი თემებია დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები და მოახლოებული დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე, მასთან დაკავშირებული ღონისძიებები, რომელიც ექსკლუზიურად გადაცემაში დაანონსდება, მათი განათლება, სწავლების სტრატეგიები, საზოგადოებაში ინტეგრაცია, ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება, რეკომენდაციები. გადაცემის სტუმრები არიან კავშირი მზის შვილები თავმჯდომარე ქალბატონი ინგა ლოლაძე, სტუმარი პოლონეთიდან, ჯანდაცვის რეფორმებისა და მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი ქალბატონი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ქალბატონი თეა ჩანადირი, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებისა და პროფესიონალების კავშირი ჩვენი ბავშვების ხელმძღვანელი ქალბატონი ლია ტაბატაძე. მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო და მადლობას მოგახსენებთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. ძვირფასო რადიო მსმენელებო, იყავით აქტიურები, დაგვიკავშირდით პირდაპირ ეთერში. მე შეგახსენებ ჩვენი გადაცემის ტელეფონის ნომრებს 242 1003. ვიდრე უშუალოდ ძირითად საკითხებზე გადავიდოდეთ დაუნის სინდრომთან დაკავშირებით, მინდა მსმენელს მივაწოდო ინფორმაცია უშუალოდ დაუნის სინდრომის შესახებ, რომ ეს არის ქრომოსომული ცვლილება, როდესაც ადამიანს 46 ქრომოსომის ნაცვლად აქვს 47 ქრომოსომა, როგორც წესი 21 წყვილი ქრომოსომის მაგივრად არის 3 ქრომოსომა, ამას სხვანაირად 21 წყვილის ტრისომიასაც უწოდებენ. იგი პირველად აღწერა ინგლისელმა ექიმმა ჯონ დაუნმა მე-19 საუკუნის ბოლოს და ამის შემდეგ მას ამ სინდრომს ეწოდა დაუნის სინდრომის სახელწოდება, ხოლო 1959 წელს ფრანგმა ექიმმა ლეჟანმა დაუნის სინდრომი განსაზღვრა როგორც ქრომოსომული ანომალია. ქალბატონო ლია, თუ შეიძლება მსმენელს რომ განუმარტოთ, რა ძირითადი მახასიათებლები აქვს დაუნის სინდრომს და რა არის ყველაზე გავრცელებული, საერთოდ რა არის მისი გამომწვევი მიზეზები? მივაწოდოთ ინფორმაცია. მოგესალმებით ყველას, დიდი მადლობა რომ გადაცემაში მომიწვიეთ. მადლობა თქვენ მონაწილეობისთვის. რაც შეეხება გამომწვევ მიზეზებს, დღემდე დაუდგენელი არის ფაქტი, ანუ რატო იბადებიან ესეთი ადამიანები. იყო მოსაზრება ესეთი, რომ დედის ასაკს აბრალებდნენ, მაგრამ აღმოჩნდა მცდარი ინფორმაცია და დღემდე მეცნიერებამ ვერ დააზუსტა ზუსტი მიზეზი, თუ რატომ იბადებიან დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები. და არ არსებობს ამისი ზუსტი სტატისტიკაც, არის ესეთი მსოფლიო სტატისტიკა, რომ ყველა 800 ბავშვი ერთი იბადება. და სამწუხაროდ საქართველოში არ აქვს ამის სტატისტიკა. და დამახასიათებელი ნიშანი, რაც არის მათი, ეს არის რომ პირველი რომ ქრომოსომა აქვს დამატებითი და ეს დამატებითი გენური მასალა იწვევს იმას, რომ არიან ოდნავ განსხვავებულები ჩვეულებრივი ადამიანებისგან. და რა არის ეს, რომ აქვთ კუნთების მოდუნება, ანუ ჰიპოტონია, რისთვისაც მე უტარდებათ სპეციალური ვარჯიშები. აქვთ განსხვავებული თქვათ თვალის ჭრილი და ვიზუალი გარეგნული. რითაც შეგვიძლია შევატყოთ, რომ ამ ადამიანს აქვს დაუნის სინდრომი. ძალიან დიდი მადლობა. რა ძირითადი პრობლემებია დაუნის სინდრომის დროს? თუ შეიძლება განმარტება რომ მივაწოდოთ მსმენელს. კონკრეტულად რა პრობლემებს გულისხმობთ? შეიძლება პრობლემები სხვა მიმართულებით? ძირითადი მახასიათებლები დაუნის სინდრომის. ანუ პრობლემა მთავარი ის არის, რომ თქვათ დღემდე სამშობიაროში, როდესაც იბადება დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი, სამედიცინო პერსონალი მშობელს ურჩევს, რომ ბავშვი დატოვონ ინსტიტუციაში და სახლში არ წაიყვანონ. მთავარი პრობლემა დღემდე ეს რჩება. თორე ზოგადად პრობლემები ამ ბავშვებს ნამდვილად არ მოძდევთ თან, თუ კი ოჯახი აღმოჩნდება ძლიერი და წაიყვანენ და სათანადო კურსს ჩაუტარებენ, თქვათ ადრეულ განვითარების პროგრამაში ჩართავენ, დროულად სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ ეყოლებათ, პრობლემები ნამდვილად არ არის პირიქით ჩვეულებრივ ისეთივე სიხარული და ბედნიერება მოაქვთ, როგორც სხვა დანარჩენ ბავშვებს. და ნამდვილად არანაირ პრობლემებს არ გვიქმნიან ესეთი შვილის ყოლა. დიდი მადლობა. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს ხშირ შემთხვევაში მეტყველების განვითარების პრობლემები, სენსომოტორული განვითარების ჩამორჩენა აქვთ, რაც გულისხმობს მოტორული ჩვევების ათვისების, თვითმომსახურების ჩვევების გამომუშავების სირთულეს და გაცნელებულია სენსორული ინფორმაციის აქტიური გადამუშავება, აზროვნების განვითარების თავისებურება გამოიხატება იმაში, რომ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები განზოგადებას ახდენენ თვალსაჩინო მასალის საფუძველზე, რა სტრატეგიის გამოყენება საჭირო დაუნის
დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებთან მუშაობის პროცესში. ეს სწორედ ამას გეუბნებოდით, ანუ ერთ-ერთი პირველი პრობლემა რაც აღნიშნე, ანუ ძირითადად მშობლებმა არ იციან ხოლმე, ვთქვათ, როდესაც სახლში წამოიყვანენ ბავშვს თუ რა უნდა გააკეთონ და ამისთვის არსებობს სპეციალური მეთოდები, რითაც მთელი მსოფლიო მუშაობს ამ ბავშვებთან და საქართველოშიც ხორციელდება სწორედ ადრეული განვითარების პროგრამა 0-დან 7 წლამდე ბავშვებისთვის, სადაც ხდება გარკვეული უნარჩვევების შესწავლა, მოტორული უნარჩვევები არის ეს თუ ვთქვათ, როგორ უნდა შეისწავლონ კითხვა ამის საფუძველი ხდება სწორედ ამ ადრეულ ასაკში. ხდება სოციალური უნარჩვევების გამომუშავება, თვითმოვლის უნარჩვევების გამომუშავება. ანუ ის რაც ბუნებრივად ბავშვი ითვისებს, ამათ ცოტა წაშველება უნდათ, რომ ბუნებრივ განვითარებას არ ჩამორჩნენ, ეს არის და ეს თორე ბავშვები ნამდვილად ისეთები არიან, რომ თუ თავიდანვე მოხდება ამ პროგრამაში ჩართვა და მათთან შესაბამისი თამაშებით მუშაობა, ყველაფერი რიგზეა და ჩვეულებრივ განვითარებას უწყობენ ფეხს და დადიან მერე ჩვეულებრივ ბაღში, სკოლაში და ჩართულები არიან ესეთ სოციალურ ცხოვრებაში. ძალიან დიდი მადლობა და რა მნიშვნელობა აქვს ადრეულ ჩარევას, როგორც ყველა ნოზოლოგიის შემთხვევაში მოგეხსენებათ, ადრეული ჩარევა ასევე დაუნის სინდრომის შემთხვევაში მნიშვნელოვანი პროცესია ბავშვის სოციალიზაციის პროცესში და მის განვითარებაში. ან ნებისმიერ შეზღუდული შესაძლებლობის უკაცრავად ნებისმიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადრეული ჩარევა მოხდეს, რასაც გულისხმობს ეს სპეციალური მეთოდიკი დაგეგმილი მათთან თამაშები და ურთიერთობა. მით უმეტეს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვისთვის მათ ასევე მეტყველების პრობლემაც აქვთ, იმიტომ რომ ენა კუნთია და ვახსენე რომ ჰიპოტონია აქვთ, რაც კუნთების მოდუნებას ნიშნავს და ამიტომ სჭირდება წაშველება, რომ დროულად დაიწყონ თქვათ საკუთარი თავის მოვლა მეტყველება და ძალიან მნიშვნელოვანია ეს, იმიტომ რომ ეს მერე ყველაფერი ის რაც ადრეულ ასაკში საფუძველი ჩაეყრება 7 წლამდე, ის მერე მთელი ცხოვრების მანძილზე გამოადგება მას, რომ იყოს სრულფასოვანი მოქალაქე. ძალიან დიდი მადლობა. ძვირფასო რადიო მსმენელებო, ჩვენ დროებით გავდივართ ეთერიდან, რეკლამის დროა ჩვენს ეთერში და ცოტა ხანში დაგიბრუნდებით ჩვენ სტუმრებთან ერთად. ძვირფასო რადიო მსმენელებო, ჩვენ დაგიბრუნდით პირდაპირ ეთერში ჩვენს სტუმრებთან ერთად. მე შეგახსენებთ ჩვენი გადაცემის ტელეფონის ნომრებს 2421003. დაგვირეკეთ თქვენი მოსაზრება, ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ქალბატონო ინგა, თქვენ ბრძანდებით ორგანიზაციის მზის შვილები დამფუძნებელი. ეს არის მშობელთა ორგანიზაცია, ისევე როგორც ქალბატონ ილიას ორგანიზაცია, თქვენს ორგანიზაციასაც ცოტა მოგვიანებით დაუბრუნდებით. მოგეხსენებათ, რომ ეს რამ განაპირობა თქვენი ორგანიზაციის დაფუძნება, ისევე როგორც ყველა მშობლის ცხოვრებაში დგება რაღაც გარკვეული პრობლემები, ალბათ თქვენ შემთხვევაშიც იყო რაღაც გარკვეული ბარიერები, რის გამოც თქვენ გადაწყვიტეთ მსგავსი ტიპის მშობლები შეგეკრიბათ და ამ მიმართულებით გემუშავათ ამ ადამიანთა კეთილდღეობისთვის. რამ განაპირობა მსიშვილების დაფუძნება? ძალიან ხშირად მისვენ მსგავს შეკითხვას, რატომ დავაარსე ეს ორგანიზაცია. მე ვერ დავარქმევდი პრობლემებს, რომ ჩემი პირადი პრობლემა იყო. მე ზოგადად დავინახე ზოგადი პრობლემა. და მაგიტომ უფრო ისევე როგორც ლია და ისევე როგორც რავი მშობელი, ჩემი შვილის დაბადებამდე დაუნის სინდრომით დაბადებულ ადამიანთან არანაირი კონტაქტი არ მქონია, არანაირი შეხება არ მქონია. აი ფაქტიურად სრული უცოდინრობა შემიძლია თქვა, რომ მქონდა ამ სფეროში. ჩემი შვილის დაბადების შემდეგ, რა თქმა უნდა, დავინტერესდი, მოვიძიე სხვადასხვა ინფორმაცია, მოვიძიე სხვადასხვა მასალები და პირველი ადამიანი სხვათა შორის, ვისაც საქართველოში დავეკონტაქტე, ეს იყო ლია. თეომ და ნინიკომ გაიცნეს პირველად ერთმანეთი, თეო 1 წლით პატარა, ზუსტად ჩემ გოგონაზე და ჩვენი შეხვედრა პირველ მშობელთან საქართველოში მოხდა ლიასთან. ეს იყო 2010 წელი, 10 წლის ბოლოს. და მიუხედავად იმისა, რომ მაშინ უკვე და საკმაოდ წარმატებულად დღემდე არის და დღეს უკვე რა თქმა უნდა უფრო გაძლიერებულია ეს ორგანიზაცია, პორტიჯის ასოციაცია, ადრეული განვითარების პროგრამაზე მუშაობს ეს ასოციაცია.
რაც არ უნდა საწყენი იყოს ლიასთვის და ამ ასოციაციის ხელმძღვანელობისათვის მაშინ ჩემთვის ამ ორგანიზაციის მუშაობა იყო ძალიან არ შეესაბამებოდა ჩემს მოთხოვნილებებს და ეს რაში გამოიხატება მე ვცხოვრობ პოლონეთში და უფრო ბევრად უკეთესი სერვისი აქვს ჩემს შვილს მიუხედავად იმისა რომ ჩემი შვილი არ არის პოლონეთის მოქალაქე ვიდრე მე მაშინ აქ საქართველოს სიტუაცია დამხვდა პირველი იყო ის რომ მშობლების ჩაკეტილობა აი შეიძლება ითქვას რომ ვიყავით მედალია პირველი მერცხლები იმ პერიოდისთვის ვინც საჯაროდ დავიწყეთ ხმამაღლა ლაპარაკი ამ თემაზე და მეორე იყო ის რომ სახელმწიფოს მხრიდან მე ვერ დავინახე ვერაფერი აბსოლუტურად რომ სახელმწიფო ამ ბავშვებისთვის რამეს აკეთებდა რა არის ცით აი წეგან მე ესეთი ის მოვისმინე რომ ჩვეულებრივი და არაჩვეულებრივი ანუ მე ვერ დავყოფ კატეგორიებად რომ ჩვეულებრივი ბავშვები და დაუნის სინდრომით დაბადებული ესენი ჩვეულებრივი ბავშვები არიან უბრალოდ ჭირდებათ ოდნავ მეტი მზრუნველობა სახელმწიფოს მხრიდან და რა თქმა უნდა ისეთი არასამთავრობოებისგან როგორებიც ჩვენ ვართ და იმაშინ გამიჩნდა იდეა რომ პოლონური მეთოდი წამომეღო საქართველოში როგორც მშობელმა ძალიან ბევრი ვისწავლე ანუ მაქსიმალურად ვარ ჩართული ყველაფერში, რასაც ჩემს შვილს უკეთებენ და ჩემი შვილი კიდე აი კვირის ორშაბათიდან კვირამდე ჩართულია სხვადასხვა პროგრამებში, სხვადასხვა ცენტრებში დადის, ანუ ყველაფერი სრულფასოვანი მომსახურება აქვს ბავშვს. და ანალოგიური მინდა რომ საქართველოში გავაკეთო. ძალიან კარგი. პოლონეთის გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ამ საკითხებზე ვისაუბრებთ. ქალბატონო ინგა, როგორ მიმდინარეობს ბავშვის შესაძლებლობების ფსიქოლოგიური შეფასება, მეტყველების განვითარებაზე მუშაობა, მათი სწავლებისათვის ადეკვატური სტრატეგიების შემუშავება. რამდენადაც ცნობილია 17 მარტს თქვენი ორგანიზაციის ორგანიზებით სასტუმრო სიმპათიაში ეწყობა კონფერენცია, სადაც მოწვეულნი იქნებიან პოლონელი და ქართველი ლოგოპედები, რეაბილიტოლოგები, რომლებიც ერთმანეთს დაუნის სინდრომით და აუტიზმით დაბადებულ ბავშვებთან მუშაობის შესახებ გამოცდილებას გაუზიარებენ. რას გვეტყოდით ამ საკითხთან დაკავშირებით? რა მდგომარეობა პოლონეთში ამ მიმართულებით? პოლონეთში ამ მიმართულებით არის საკმაოდ კარგი მდგომარეობა. აი ახლა შედარებისთვის რო ვთქვა, დღეს რაც ხდება საქართველოში, პოლონეთში მსგავსი სიტუაცია იყო დაახლოებით 30 წლის წინ. ძალიან ჩამორჩებით ხო, არა, სამწუხაროდ ჩამორჩებით. ეს უნდა სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია და ეს უნდა ვაღიაროთ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი მშობელი, აი მართლა თავგამოდებით იბრძვის, ძალიან ბევრი ორგანიზაცია მაქსიმუმს აკეთებს და ძალიან ბევრს აკეთებს, თუ ამაში ჩართულობა არ იყოს სახელმწიფოსი. ანუ პოლიტიკური ნება? კი, მარტო ორგანიზაციები და მარტო მშობლები შიშველი ხელებით ვერაფერს ვერ გააკეთებენ. აი ეს ხალხი ახლა ვინც ჩამოდის არიან მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ადამიანები რომლებიც მუშაობენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან კერძოდ დაუნის სინდრომით და აუტიზმით დაბადებულ ბავშვებთან და მოზარდებთან 12 წლამდე ასაკის ბავშვებთან მუშაობენ ესენი აი მაქსიმუმის მოცემა შეუძლიათ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ჩვენი მშობლები ჩვენი სპეციალისტები ძალიან ბევრს ისწავლიან მათგან იმიტომ რომ შედარებისთვის ვამბობ ისე მე არ მინდა რა თქმა უნდა რომ ჩვენ ქართულ სპეციალისტებს რაიმე აი შეურაცხყოფილად იგრძნონ თავი მაგრამ ბევრად მეტი შეუძლიათ გამოცდილება აქვთ უბრალოდ მეტი გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია მე მიმაჩნია რომ ძალიან მნიშვნელოვანია და ელემენტარული ყველა მშობელს არ აქვს იმის საშუალება ეს მარტო საქართველოში კი გასწრება შეზღუდულია ხო ნუ რაოდენობა შეზღუდულია სივრცის გამო სამწუხაროდ და როგორც ისევე როგორც ანალოგიურია პოლონეთშიც ყველა მშობელს არ აქვს იმის საშუალება რომ ბავშვები ატაროს დღის ცენტრში დროის უქონლობის გამო ან რაღაც მიზეზი მილიონი მიზეზი არსებობს ხო და თვითონ მშობლის გადამზადება ხდება პოლონეთში მაქსიმალურად აი მშობელი სწავლობს იმდენს რომ არის ისეთი სიტუაციები როცა აღარ არის სპეციალისტის ჩარევა რა თქმა უნდა მომზადებული მშობელი ანუ გადამზადებული მშობელი ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ როდესაც მშობელს არ აქვს ათანადო ინფორმაცია იგი ხშირად თვითონ ხდება ხელშემწყობი შვილის არასრულფასოვნების კომპლექსის ჩამოყალიბებისა დაუნის სინდრომით ბავშვი რო იბადება ლიამ აღნიშნა უკვე რომ დატოვე რას ვე იმის მაგივრად რომ მე რაღაცნაირად მომამზადო და
გამაძლიერო, ანუ უკვე ფრთებს მიკვეცავდა, უკვე სამწუხარო რეალობა, ქალბატონო ინგა, არა მხოლოდ დაუნის სინდრომით დაბადებულთა შემთხვევაში, სამწუხარო რეალობაა სხვა ნოზოლოგიების შემთხვევაში, ყველა მშობელს ურჩევენ და ასევე ჩემი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორც თქვენ, ყველა მშობელმა ასე გავაღეთ ყველა დახურული კარი და ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ იმისთვის, რომ ჩვენი შვილების მაქსიმალური სოციალიზაცია ყოფილიყო საქართველოში. შეძლების დაგვარად. და ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი, მშობელი რო გააკეთებს იმას სხვა ვერავინ ვერ შეძლებს. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ საუბრობდით ცოტა ხნის წინათ ადრეულ ჩარევაზე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ადრეული ჩარევა, გადამზადებული პედაგოგები ძალიან ჭირდებათ, როგორც ყველა ნოზოლოგიის შემთხვევაში, ასევე დაუნის სინდრომით დაბადებულთა შემთხვევაშიც. ძალიან მნიშვნელოვანია ადრეული ასაკის ინტერვენციის პროგრამები, რაც ნიშნავს, რომ ადრეული ასაკიდან ბავშვის სენსორული და მოტორული განვითარების სტიმულირებას, სპეციალური პირობების შექმნას ბავშვის შემეცნებითი აქტივობისთვის. რა მდგომარეობა ამ მხრივ საქართველოში, ამაზე უკვე ვისაუბრეთ და რა მდგომარეობა ამ მხრივ პოლონეთში, თუ შეიძლება თქვენი განმარტება, რადგან დაუნის სინდრომით დაავადებულ ბავშვებს აღენიშნებათ მეტყველების და კოორდინაციის დარღვევა, ზოგ შემთხვევაში ფსიქიკური და გონებრივი ჩამორჩენა, თითოეული ბავშვი არის ინდივიდუალური და სინდრომიც რა თქმა უნდა სხვადასხვაგვარად ვლინდება. მათი უნარი და შესაძლებლობაც განსხვავებულია. თუ შეიძლება ამ სინდრომით დაბადებულ ბავშვებს, ხაზი მინდა გაუსვათ დაბადებულ ბავშვებს, აღენიშნებათ კი, რაც ჩამოთვალეთ მსგავსი რამე და აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი დაბადების წუთიდან. მე ყოველ შემთხვევაში ასე მასწავლეს პოლონეთში და დღემდე ესე ვმუშაობ. დაბადების წუთიდან ამ ბავშვს სჭირდება განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა. აქ ლოგოპედის ჩარევა, მე არ ვიცი ახლა შეიცვალა თუ არა სიტუაცია საქართველოში ადრე, მე როდესაც ვთქვი რომ აი ლოგოპედი და რაღაც მეტყველების თერაპევტი ქვია. კი, მაშინ მითხრეს რომ ბავშვი უკვე რომ აი მეტყველებას დაიწყებს და მცდელობა რო ექნება რომ ლაპარაკი დაიწყოს. იქ არა, აი ჩემი შვილი მაგალითად დაუნის სინდრომისათვის დამახასიათებელია ენის გარეთ გამოყოფა ბავშვებისათვის. ვითომ ამბობენ რომ იმიტომ რომ პატარა პირის ღრუ აქვს, არანაირი პატარა უბრალოდ liam როგორც აღნიშნა, კუნთები ამოდუნებული და ამიტომ ჩემი შვილი მაგალითად იმიტომ რომ დაბადებიდან ბავშვი იყო 2 საათის ალბათ რომ უკვე დაუწყეს პირის ღრუს დამუშავება. ენას არ ყოფს გარეთ, მეტყველება უჭირს, მაგრამ ბევრ რამეს ამბობს. ანუ დაბადებიდან ყველა სპეციალისტი უნდა ჩაერიოს ამ ბავშვის განვითარებაში. მაშინვე და ამას რო გაგვიზიარო ეს ანუ დაბადებიდან თვითონ მოდიან სოციალური მუშაკები და გირჩევენ ეხლა ვიტყვით როგორ ხდება სამშობლოში. მე ვიტყვი ჩვენთან როგორ ხდება სამშობლოში ბავშვი იბადება და გეუბნებიან რომ ბავშვი დაიბადა არის ეჭვი დაუნის სინდრომზე. სამშობლოში მინიმუმ 7 დღე ბავშვს მშობელთან ერთად რა თქმა უნდა დედასთან ერთად რჩება ბავშვი და ამ ბავშვზე დაკვირვება ხდება აბსოლუტურად ყველანაირი გამოკვლევა უტარდება გულზე სანამ ადრეულ განვითარებაში როდის ხდება ჩართვა გეუბნები ახლა მივალ მადამდე როდესაც უკვე გაგწერენ სახლში რა თქმა უნდა გააკეთო ანალიზი უკვე გენეტიკური ანალიზი რომ დაადასტურო ეს ეჭვი ნამდვილად არის თუ არა დაუნის სინდრომით დაბადებით მე მაგალითად გამწერეს სახლში და მეორე დღეს უკვე მოვიდნენ ჩემთან პოლიკლინიკიდან სოციალურ პაკეტში შედის სოციალურ პაკეტში შედის სამშობია რომ გადასცა პოლიკლინიკას რომ დაიბადა ამა და ამ მისამართზე დაუნის სინდრომის ეჭვი არსებობს რომ არის ბავშვი თვითონ მოვიდნენ აბსოლუტურად ყველა სპეციალისტი მოდის სახლში ვიდრე ბავშვს გარეთ გაიყვან ნინოს მაგალითად ქონდა გულის მანკით დაიბადა სამ თვემდე მოდიოდა სასწრაფო დახმარების მანქანა ანუ სპეციალური კარეტა მოდიოდა გადაყავდათ ბავშვი 2 კვირაში ერთხელ და გულზე უკეთებდნენ გამოკვლევებს ვიდრე გულის მანკი არ დაიხურა მითხრეს რომ 5 თვემდე ვუყუროთ და შეიძლება მერე დაჭირდეს ოპერაცია ეგ გარდა მაგისა მიუხედავად იმისა რომ მე ნინოსთვის არ ამიღია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვის სტატუსი არ ამიღია ნინოს აქვს ცნობა რომ საჭიროებს განსაკუთრებულ მზრუნველობას აქვს აბსოლუტურად ყველა სერვისი სხვადასხვა სარეაბილიტაციო ცენტრებში აუზზე ბაღში ეს ინფორმაცია თვითონ გაწვდიან რომ ეს სერვისები არსებობს და შეგიძლია ამით ისარგებლო აბსოლუტურად სამშობიაროში მე მომცეს დაახლოებით 7 ბროშურა
სადაც არის აბსოლუტურად ყველაფერი და მე სპეციალისტები სახლში რომ მოდიან, ხო, ისინი აი მიწერენ. ყველი არაფერს არ იხდის, ეს შედის სოციალურ პაკეტში. არაფერი აბსოლუტურად. მე დამიწერეს, რომ აი ამ და ამ მისამართზე, ამ ტელეფონის ნომერზე შეგიძლია დაუკავშირო, თუ გინდა უფრო მეტი რომ გაუკეთო. ამათ გააგებინე. გარდა მაგისა, აი არის ახლა ჯვარი გწერია დაუნის სინდრომითაც იბადებიან ბავშვები, რაღაც ფიზიკური ნაკლით, სხვა ნაკლით, ხო? მსგავსი რომ ქონოდა მაგალითად ნინოს სახელმწიფო ვალდებული იყო, სახლში შეექმნა ყველანაირი პირობა, რომ ნინოს გადაადგილება გაადვილებოდა. ეს არ ვიცი, ეტლით სიარულისთვის იქნებოდა საჭირო ონკანთან მისასვლელად, ვანაში შესასვლელად, აბსოლუტურად ყველაფერს მიგეთებენ. ყველაფერს. კარგით, მაშინ მე ვიტყვის ჩვენთან რა ხდება მიმართულებით, ჩემი და სხვა დედების გამოცდილებით. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენთან ბავშვი რო იბადება, გითხარით რაც ხდება, ანუ რა თქმა უნდა გირჩევენ და ყველა ამას გეუბნება რომ უნდა დატოვო, თუ კი გადაწყვიტე რომ იყავს, აუცილებლად იმ სამშობია რომ და უნდა გადაგიყვანონ ან იაშვილის კლინიკაში, ან ჟვანიას კლინიკაში, იმიტომ რომ ბავშვი თვითონაც არიციან სამწუხაროდ მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, რა კვლევები უნდა ჩაუტარდეს და რისთვის და როგორ და გადაიყვანენ ბავშვს, იმიტომ რომ იქ უნდა უმკურნალონ და რას კურნალობენ კაცმა არ იცის. ჩვენც ასე გადაგვიყვანეს 4 დღის ასაკში და გულმა მიგრძნო რომ რაღაც შარში ვყოფდი თავს და დავწერე განცხადება და წამოვედი და გამომეკიდა მთელი საავადმყოფო რომ სად მიყავს ბავშვი და მეთქი არა, იმიტომ რომ ანტიბიოტიკებით უნდა დავიწყოთ კურნალობა და ეს რო გავიგე, მეთქი არა, გმადლობთ, სახლში წავიყვან. და მე დავიწყე იქიდან კვლევა. ანუ არავის არ უთქვავს ჩემთვის რომ ანუ თქვეს რომ გულზე უნდა გამოიკვლიო და თავის სონოსკოპია უნდა გაუკეთო. გამოვიკვლიე გულზე და გაუკეთე რა თქმა უნდა თავის სონოსკოპია და თურმე ეს თავის სონოსკოპიის გადაღება საერთოდ არ ყოფილა საჭირო, ეს მე ეხლა ხანს გავიგე, იმიტომ რომ პედიატრიული გაიდლაინი ვთარგმნეთ ამერიკული და ამაზე მოგვიანებით გესაუბრებით. ანუ უაზროდ ასხივებენ ამ ბავშვებს, რაც არაფერში არ ჭირდება. ეს ხო გამოვიკვლიეთ, ანუ ამაში ფულს ჩვენ ვიხდით, არავინ რა თქმა უნდა არ გვაფინანსებს. მე უკვე არ იცი რა უნდა ქნა, ეს ინტერნეტი რო არ არსებობდეს, ალბათ ვერაფერს ვერ ვიზავდი. დავჯექი და მოვიძიე თუ კი საქართველოში რამე შეიძლებოდა და მივაკვირდია საქართველოს სპორტის ასოციაციას დავრეკე იქ. სადაც მივედი და მოვითხოვე რომ ბავშვი ჩაერთოთ ადრეულ განვითარებაში და ერთ-ერთი იმ მშობელთაგანი აღმოჩნდი, რომელიც საკმაოდ ადრე გამოჩნდა, იმიტომ რომ საკმაოდ გვიან მიდიან ხოლმე 2, 3, 4-ის რო გახდება და კიდე უფრო გვიან. არა და თავიდანვე უნდა ამ პროგრამაში ჩართვა და ხელშეწყობა ბავშვს. და ეს პროგრამაც რა თქმა უნდა იმ წელს იყო მთლიანად დაფინანსებაში სახელმწიფოს კეთილინების გამო და ერთი წელი ქონდა ეს ბედნიერება და მას მერე 75% აფინანსებს და რაც შეეხება პროგრამას არის რიგი ამ პროგრამაში ჩართვაზე 7 წლის რო გახდება ბავშვი რიგიდან გადის და მერე ვიღაცა რიგში ვინც დგას ის უნდა ჩაეწეროს ამ პროგრამაში ასე ვთქვათ მიიღოს სერვისი და დანარჩენები ელოდებიან ამასობაში წლები გადის და ის ბავშვი რა თქმა უნდა ვერ იღებს ვინც პროგრამის გარეთ არის ვერანაირ დახმარებას და მთლიანად რამდენადაც ჩემთვის ცნობილია დაახლოებით 150 ბავშვია სულ მთელი საქართველოს მასშტაბით დაფინანსებული ამ ადრეულ განვითარებაში. მეტი ბავშვი არ გვყავს ეტყობა დასაფინანსებელი და მეტ საჭიროება არ გვაქვს. სამწუხაროდ ეს არის ჩვენი რეალობა. ანუ ამას ახორციელებს საქართველოს სპორტის ასოციაცია და მათ აქვთ 50 ბავშვზე და პირველმა ნაბიჯმა დაიწყო უკვე მეორე წელიწადია და თბილისში 50 და ქუთაისში 50. ანუ სულ არის 150 ბავშვზე გამოყოფილი ეს სერვისი სამწუხაროდ. არა და ძალიან ბევრი ბავშვი ჭირდება. რაც შეეხება ამ ადრეულ განვითარებას და დანარჩენი არანაირი რეაბილიტაცია, არანაირი ლოგოპედი თუ მეტყველების თერაპევტი თუ ასე შემდეგ, პედიატრიც კი სადაც არ უნდა მიხვიდე. არც ერთმა პედიატრმა არ იცის როდის რა ასაკში რა უნდა გაუკეთონ. არის თქვათ დაუნ სინდრომს ახასიათებს თავისი რაღაც პრობლემები შიგადაშიგ ასაკში რაც ვლინდება და თქვათ თვალზე, სმენაზე, არის სპეციალური გამოკვლევები საჭირო ფარისებრ ჯირკვალზე აუცილებლად უნდა ყოველწლიურად გამოკვლევა და ეს არიციან პედიატრებმა. მივდივარ და ყველა პედიატრს ვანათლებთ, რომ იცით ამ ასაკში ეს უნდა გავუკეთოთ, კი ვუკეთებთ. და ამიტომ ძალიან ცუდი მდგომარეობა ჩვენთან, არ ქვის ხანაში ვართ.
ფაქტობრივად პოლონეთთან შედარებით 30 კი არა, არ ვიცი. ასე თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ეხლა უწოდეთ თვის ხანას, როცა ასე თუ ისე რაღაც ზურები დაწყებულია, ვერ ვიტყვით რომ არაფერი. მაშინ ჯანდაცვის მიმართულებით საშინელი მდგომარეობა. ჩვენ იმ მშობლებმა, რომელთაც მოღვაწეობა, ანუ ასპარეზზე გამოსვლა მოგვიწია 25-26 წლის წინათ, როცა სიტყვა ინკლუზიის გაგება არ არსებობდა, წარმოიდგინეთ, მაშინ რა მდგომარეობაში ვიყავით თითოეული ჩვენგანი. ქალბატონო თეა, თქვენ ხომ არ დაამატებდით რაიმეს არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, როგორც დარგის ექსპერტი, თუ შეიძლება თქვენი მოსაზრება მნიშვნელოვანია. მადლობთ, მივესალმები თქვენს მსმენელს. ძალიან პრობლემური თემაა, მით უმეტეს, როგორც ჯანდაცვის სტრატეგიული მიმართულება წლევანდელი წელი გამოცხადებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა ზრუნვის წლად, თუმცა მთლიანი სტრატეგიის არარსებობის ფონზე ძალიან რთულია, როდესაც ესეთი სპონტანური პრობლემების შესახებ საუბრობთ, ანუ მინდა ვთქვა, რომ არ არსებობს მთლიანი სტრატეგია, როგორ მიუდგეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. მათთვის ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა, რომ აღარ ვთქვათ ღირებულებაზე, თვითონ ხელმისაწვდომობაც კი პრობლემურია. დედებმა არ იციან სად როგორ დაუდგინონ ჯერ სტატუსი, შემდეგ როგორ უმკურნალონ და არა მარტო განვითარება, ადრეული განვითარება, არამედ მათი ჯანდაცვის სამედიცინო პრობლემატიკის მართვაც ძალიან რთულია. აღნიშნეს მშობლებმა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს დიაგნოზებიც და მკურნალობაც გარკვეულად სულ სხვანაირად მიმდინარეობს, დიაგნოსტირებას და მკურნალობაც, მათ სჭირდებათ პროფილაქტიკური გამოკვლევები, რომელიც არ არის შესული სხვადასხვა პაკეტებში. და ძალიან ბევრი თემაა, რომელსაც ესე იგი სჭირდება სისტემური მიდგომა და დიდი მადლობა იმ მშობლებს, რომლებმაც მოახერხეს ასეთი ესე იგი კონცენტრაცია და ასეთი ესე იგი მიღწევები ქონოდათ საქართველოში. ძალიან დიდი მადლობა, დროებით ჩვენ გავდივართ ეთერიდან, ძვირფასო რადიო მსმენელებო, რეკლამის დროა ჩვენს ეთერში და ცოტა ხანში ჩვენ დაგიბრუნდებით ჩვენ სტუმრებთან ერთად. ძვირფასო რადიო მსმენელებო, ჩვენ დაგიბრუნდით პირდაპირ ეთერში ჩვენ სტუმრებთან ერთად. მე კვლავ შეგახსენებთ ჩვენი გადაცემის ტელეფონის ნომრებს 242 1003. ქალბატონო ინგა, მინდა ისევ თქვენთან გადმოვიდე შეკითხვით, რადგან პოლონეთის გამოცდილება მართლაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის. დაუნის სინდრომით დაბადებული ბავშვები გარკვეული საერთო მახასიათებლები აქვთ ამ ბავშვებს, თუმცა ერთმანეთისგან განსხვავდებიან ხასიათით, ტემპერამენტით, შესაძლებლობებით, ინტელექტის დონით, ნიჭით. ისინი ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებენ. ზოგიერთ შეუძლია საჯარო სკოლაში სწავლა, ზოგიერთისთვის სპეციალური კლასია საჭირო, ზოგისთვის სპეცსკოლა. როგორი მოდელია პოლონეთში განათლების სისტემაში თქვენი გამოცდილება, საერთოდ როგორ ხდება მომზადება სკოლის ასაკისათვის ბავშვების? ესე იგი, ესეთი სპეციალური მიდგომა და სპეციალური რაღაცები ყველაფერის რაც ჩამოთვალეთ, არა მარტო დაუნის სინდრომით დაბადებულ, არამედ ამ სინდრომის გარეშე დაბადებულ ბევრ ბავშვს სჭირდება კიდე. ანუ მაპატიეთ, რომ ესეთ წინააღმდეგობაში შემოვდივარ ჩემს, მაგრამ აი ესე კატეგორიებად დაყოფა ჩემს არის სრულიად მიუღებელი. ჩვეულებრივ ბავშვია, ჭირდება შეიძლება განსაკუთრებული მზრუნველობა. პოლონეთის მოდელს რაც შეეხება, აი ძალიან მე საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ჩემი შვილი დადის ინტეგრირებულ ინკლუზიურ ბაღში. ბაღი არის სახელმწიფო, არის ძალიან დიდ ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა, აქვს საკუთარი ეზო, საკუთარი სათამაშო მოედანი და აი ამ ხელა ბაღში არის მხოლოდ 48 ბავშვი. თითო ჯგუფში 4 ჯგუფად არის დაყოფილი, თითო ჯგუფში არის 12 ბავშვი, ამ 12 ბავშვი 2 არის მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე. ჩემ შვილთან ერთად დაუნის სინდრომით არის ის ბიჭი, რომელიც ნინიკოსთან ერთადაა ჯგუფში. ბაღში არის აბსოლუტურად ყველა სპეციალისტი, ლოგოპედი, ნევროპათოლოგი, ფსიქოლოგი, თერაპევტიც კი ყავს ბაღში, უტარდება სენსორული თერაპია. ანუ დღის განმავლობაში 8 საათზე 7 საათიდან იწყება ბაღი და არის 6 საათამდე, ნინიკომი მყავს 8 საათზე და 9:30-ზე ეწყება უკვე მეცადინეობა, პირველ საათამდე ნინიკოს აქვს სხვადასხვა სპეციალისტებთან არის დაკავებული. ხდება სკოლაში, როგორც სკოლაში ანალოგიურად
არის იქაც ესე ინკლუზიური სკოლები არის, ჯგუფი, კლასი არის ბევრად ცოტა ბავშვია კლასში, ვიდრე ჩვეულებრივ კლასებში. არჩევანს ვინ აკეთებს მშობელი? კანონით არის არეგულირებული, საწაიყვანო. რა თქმა უნდა, კანონით არეგულირებს, თუ ბავშვი გონებრივად არის ძალიან შეზღუდული, არსებობს სპეცსკოლები, სადაც მიყავთ ბავშვი, ხო? ქართულად მიჭირს თქმა ADHD ქვია, ესეთი დაავადება არის, ანუ ნერვული სისტემის აშლილობა. მაგალითად ეს ბავშვებიც მიყავთ ბევრი სპეცსკოლაში და ბევრი ჩვეულებრივ არავითარი ინკლუზიური სკოლა არ ჭირდება, ჩვეულებრივ სკოლაში ატარებენ. ემოციური დარღვევის. კი, ემოციური დარღვევების ფონია. სკოლებში აუცილებლად ყავთ დამატებითი პედაგოგი კლასში, ეგ არის უპირობო და აუცილებლად უნდა იყოს და ხშირ შემთხვევაში ამ ბავშვებისთვის არის სახელმძღვანელოები. მე არა მაქვს მარტო დაუნის სინდრომზე ლაპარაკი, აქ არის სხვადასხვა გენეტიკური მახასიათებლებზე სპეციალური სახელმძღვანელოები. მნიშვნელოვანია პოლონეთის მოდელი, ქალბატონო ინგა, როგორ მიმდინარეობს გარდამავალი პერიოდის დაგეგმა, მინდა რომ მაქსიმალურად მოვასწროთ ინფორმაცია. მე ეხლა რომ გარდამავალი განათლება როგორ ხდება? ძალიან დიდ ყვილს ვიტყვი, მე მაგ თემაზე ვერ ვისაუბრებ, იმიტომ რომ აი მასე ღრმად ჯერ არა ვარ ამ სფეროში. კი, არ წავსულა დავამატებთ ევროპის გამოცდილებას ზოგადად მიღებ არსებობს რამდენიმე მოდელი სოციალური დაგეგმარების. პოლონეთი საკმაოდ წარმატებულია ამ გარდამავალი პერიოდის. ესე იგი, მინდა აღნიშნო პოლონეთი ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა, თუმცა მისი მოდელი გადმოღებულია ფრანგული მოდელიდან, ასე ვთქვათ, მამამთავარი ევროპული გამოცდილების არის საფრანგეთი და მის ჯანდაცვის სისტემას მინიჭებულიც აქვს ყველაზე მაღალი ქულა, როდესაც შეაფასეს მისი ესე იგი შედეგობრივი მაჩვენებლები. ევროპული გამოცდილებით აუცილებელი ექსპერტიზის ჩატარება არსებობს ყველა დიაგნოზისთვის და შეზღუდული შესაძლებლობებისთვის. გარკვეული ასაკები, პირველი ექსპერტიზა ტარდება, რა თქმა უნდა, დაბადებისთანავე, თუმცა პრენატალური ექსპერტიზაც კი ტარდება, როდესაც მაგალითად დაუნის სინდრომზე შესაძლებელია პრენატალურად უკვე დადგინდეს ეს არის თუ არა დაუნის სინდრომი. და შემდგომ ესე იგი არის ასაკობრივი ჯგუფები, როდესაც ტარდება. ყოველი ექსპერტიზა ანიჭებს, რაც თავი ამ საექსპერტო შეფასებაში, რა თქმა უნდა, მას გეგმავს სახელმწიფო, მონაწილეობს როგორც პედიატრიული და ანუ ესე იგი საექიმო, სამედიცინო ნაწილი, ასევე მონაწილეობს სოციალური მუშაკი, მონაწილეობს პედაგოგი და ასე შემდეგ. ამ ბავშვებს ენიჭებათ გარკვეული განვითარების ქულები. ამ ქულების შესაბამისად ბავშვის მიმართულებს მშობელს ურჩევენ, სად მიემართოს ეს ბავშვი. შესაძლებელია მისი ინტეგრაციული ინკლუზიის პროგრამაში ჩართვა, თუ მას სჭირდება სპეციალური, თუ სჭირდება სახლში, თუ სჭირდება სტაციონარში. ყოველი ასეთი შეფასების შემდეგ აი ეს გზამკვლევი ორად იყოფა, როგორც მოგახსენეთ, ანუ ეს მიდის ინტეგრირებულ ჩვეულებრივ სოციუმში, თუ მას კიდევ რაღაც პერიოდი სჭირდება იმისთვის, რომ გარკვეული სპეცპროგრამა გაიაროს და სპეციალურ დაწესებულებაში იმკურნალოს. მაგალითად, საფრანგეთში არსებობს ნანტის ქალაქ ნანტთან არსებობს სპეციალური დასახლება, სადაც ასეთი ბავშვების ეს უკვე სპეციალური დასახლება გადიან რეაბილიტაციის და განვითარების ფართო პროგრამას, ძალიან ბევრი დიაგნოზის მქონე ბავშვები არიან შეზღუდული შესაძლებლობის მშობლებს, აქვთ საშუალება იცხოვრონ იქ, აქვთ საშუალება იმუშაონ და მხოლოდ შაბათ-კვირას ჩააკითხონ მათ და ასე მოხდეს მათი კონტაქტი მშობლებთან. ანუ რას ვამბობთ? ჩვენთან რა არ არის ამ მიმართულებით. პირველი, არ არის სპეციალური ექსპერტიზა და არ არის დადგენილი როდის რომელ დიაგნოზზე უნდა ჩაუტარდეს. ძალიან დაბალია სახელმწიფოს ჩარევა. ჯერ კიდევ მიბმული არის დიაგნოზებთან სოციალური სტატუსის მინიჭება. აი სტატუსის საკითხის მინდოდა ზუსტად ამ შეკითხვის დასმა, ქალბატონო, რომ არ არის იმ ჩამონათვალში დაუნის სინდრომი და აუტიზმი და აი ამ საკითხთან დაკავშირებით თქვენი მოსაზრება მნიშვნელოვანია. დიახ, აი სწორედ ჩვენ ვისაუბრეთ ბევრგან, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროში ვისაუბრეთ ამ თემაზე და მუშავდება სოციალური პროგრამა, როდესაც სტატუსის მინიჭება არ უნდა იყოს ეს ძალიან მარტივად რომ თქვა დიაგნოზებზე მიბმული, არამედ სხვა კრიტერიუმებით მოხდება უკვე შეზღუდული. თუმცა ეს 2016 წლამდე სავარაუდოდ დაინერგება და განხორციელდება. ეს ერთი სტატუსის მინიჭება და სოციალური ბენეფიტების გადაცემა ამ ადამიანებისთვის, მაგრამ მეორე არის სპეციალური სადაზღვევო სისტემის მორგება ან პაკეტების შემუშავება ასეთი ადამიანებისთვის და მესამე უკვე აი ესეთი ექსპერტიზა და რეაბილიტაციის გაიდლაინის დონეზე აყლანილი პროგრამების ჩამონათვალის გაკეთება, როდესაც თითოეულ დიაგნოზზე და განვითარების რაღაც ეტაპზე
როგორც თქვენ აღნიშნეთ, თუნდაც მაშინ მას მერე რაც ასეთი ბავშვი და გახდება თქვათ სკოლის შემდგომი ასაკის როგორ მოიქცეს და საწავიდეს, როგორი განათლება მიიღოს ან როგორ დასაქმდეს. ძალიან დიდი მადლობა. ქაბატონო ინგა, 21 მარტს არის დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე და 18-დან 21 მარტის ჩათვლით ორგანიზაციები, ანუ თქვენი ორგანიზაცია მზიშვილები, ქაბატონ თეას ორგანიზაცია ჯანდაცვის რეფორმებისა და მონიტორინგის ცენტრი, ქალი ბავშვი და სოციუმის ორგანიზებით, საქართველოს მასშტაბით თქვენ აპირებთ რომ მოაწყოთ საქველმოქმედო აქცია, ეს იქნება თბილისში, თელავში, ქუთაისსა და ბათუმში. გაიმართება სხვადასხვა სახის ღონისძიება, საქველმოქმედო კონცერტი ცნობადი სახეების მონაწილეობით და შემოსული თანხა დაუნის სინდრომით და აუტიზმით დაბადებულ ბავშვებისთვის უფასო სარეაბილიტაციო ცენტრის დაარსებას მოხმარდება, სადაც ბავშვებს ინოვაციური მეთოდები ჩაუტარდებათ სარეაბილიტაციო კურსი და ხელმისაწვდომი იქნება მათთვის ის აუცილებელი სერვისები, რაც მათ ჭირდებათ და ხელშეუწყობს მათ საზოგადოებაში ინტეგრირებას. რას გვეტყოდით ამ საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით და აი ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით? უკვე მესამე წელია ოფიციალურად, რაც დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნება, თუმცა მანამდეც მსოფლიოში ამ დღეს საკმაოდ ფართო მასშტაბებით აღნიშნავდნენ და საქართველოში მესამე წელია, ხო? მესამე წელია, რაც აღინიშნება. ოფიციალურად რაც აღინიშნება, კი. ოფიციალურად მესამე წელი. ეს თარიღი. აი შარშან გქონდა მაგალითად ჩვენ თეარის ჯანდაცვის რეფორმებისა და მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი და ჩვენმა ორგანიზაციებმა შარშან ზაფხულის თვეში სპეციალურად შევარჩიეთ ზაფხულის თვე გავაკეთეთ ესეთი საკმაოდ ფართომასშტაბიანი აქცია, რომ ეს ბავშვები ყოველთვის უნდა ახსოვდეთ. არ არის აუცილებელი იყოს საერთაშორისო დაუნის საერთაშორისო დღე, სულაც არ არის აუცილებელი, გუშინაც უნდა გხსოვებოდა, გუშინ წინაც და 2 კვირის წინაც, ხო? რაც შეეხება წლევანდელ აქციებს, ნინოს დაბადების შემდეგ და საქართველოში ჩემი პირველი ნინო 2 წლის იყო პირველად საქართველოში რომ ჩამოვიყვანე. მას შემდეგ აი შეიძლება ითქვას ჩემი ცხოვრების იდეა ფიქსია. საქართველოში შევქმნა ისეთი სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც იქნება აი სრული პაკეტი იქნება მომსახურების. ის რაც აქვს ჩემს შვილს პოლონეთში. ეხლა აქ შეერთებული ძალებით ვნახეთ ადგილი, სადაც გვექნება აუზი, აბსოლუტურად ყველაფერი. გვეყოლება აბსოლუტურად ყველა დარგის სპეციალისტი და სავარაუდოდ ამ წლის ოქტომბრიდან უკვე ცენტრმა უნდა დაიწყოს მუშაობა და ნებისმიერი დაუნის სინდრომითა და აუტიზმით დაბადებული ბავშვისათვის ცენტრში ნებისმიერი სახის სარეაბილიტაციო მომსახურება იქნება უფასო. ანუ სახელმწიფო აიღებს თავის თავზე ამ ვალდებულებას. ეს უკვე სახელმწიფო დღემდე არიღებს ამას თავის თავზე, აბსოლუტურად ამ ორგანიზაციამ ზიშვილებმა რაც დღემდე გააკეთა საკუთარი სახსრებით. აბსოლუტურად. ძალიან სასიამოვნო ინფორმაცია, იმიტომ რომ უფასო მე მგონი აღარაფერი აღარ არის. ნუ თქვენ წარმოიდგინეთ, შეიძლება თურმე იყოს საკუთარი სახსრებით ძალიან ბევრის გაკეთება. ორმასი მადლობა ამ სასიამოვნო ინფორმაციისთვის, მართლა ძალიან ბევრ ადამიანს და მშობელს დაეხმარება. შეეხება ამ 21 მარტს დაგეგმილ ღონისძიებებს არაფრით არ შემიძლია არ აღვნიშნო ბათუმის მერია, ქუთაისის მერია, თელავის საკრებულო მერია არ არის იქ. აი როგორც კი ვთხოვეთ, მაშინვე გვერდში დაგვიდგნენ, ანუ ვთხოვეთ რა, რომ გამოეყოთ ჩვენთვის ადგილი, სადაც ჩატარდებოდა საქველმოქმედო კონცერტები. მსახიობების დაგთანხმდნენ. რა თქმა უნდა, ვიდეო რგოლი გადავიღეთ. როგორ შეიძლება ხმამაღლა არ ვთქვა, კახაკინ წურაშვილი არ ვახსენო ხმამაღლა, რომელმაც აი საოცარი ძალიან საყვარელი ადამიანების ჯგუფი შეკრიბა, მსახიობების ახალი თაობის მსახიობები, რომლებმაც ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე შესანიშნავი საოცრად ლამაზი ვიდეო რგოლი გააკეთეს. და უკვე სოციალურ ქსელებში დევს ეს ვიდეო რგოლი და ალბათ ზეგ უკვე ტელევიზიები გაუშვებენ. გვექნება ანა ჩანგიანი და ზალიკო ბერგერი ძალიან აი სასიამოვნო საღამოს აკეთებენ ჩვენთან ერთად დაუნის სინდრომით დაბადებული ბავშვები ამათი საბავშვო კოლექციის ჩვენებას მოაწყობენ ეს იქნება 21 მარტს საინტერესოა და ნუ აი ვიდეო რგოლშია კიდე ნაჩვენები რომ შემოწირულობას ველოდებით თუ
ვინმე კეთილი ნება იქნება ვინმე. მადლობა, ასეთ საინტერესო და სასიამოვნო ინფორმაციისთვის და ჩვენი გადაცემა სამწუხაროდ უკვე დასასრულს უახლოვდება და უბრალოდ მინდა შევაჯამოთ ეს და თქვენი მოსაზრება, ანუ თქვენი მესიჯი საზოგადოების მიმართ რა იქნება, როგორც მშობლების, იმიტომ რომ თქვენ მნიშვნელოვანი პრობლემები გაქვთ, უფრო საზოგადოების დამოკიდებულება აწუხებთ ხოლმე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს და მათ მშობლებსაც ის სტიგმა, სტერეოტიპები, რაც არსებობს დღეს საზოგადოებაში. რა მესიჯს მისცემდით საზოგადოებას? აი მე ერთს ვიტყვი, ვიცი რომ დრო ცოტა მაგალითად ცოტა ხნის წინ მქონდა ესეთი შემთხვევა, რომ მეტროში ბავშვს უყურებდნენ, ვერ მიხვდნენ ბოლომდე, ქონდა თუ არა დაუნის სინდრომი და ბოლოს ერთმა თქვა, ვაიმე ეს ბავშვი დაუნია. მიუბრუნდი და უთხარი, არა ეს ბავშვი ჭანტურიძეა, დაუნი არ არის, მეთქი დაუნი გვარის ამ სინდრომის აღმწერელია თქო. ანუ აღარ ჩემზე არ მოქმედებს, ეს უკვე საზოგადოების პრობლემაა. მე ვეცდები გავაგებინო, მაგრამ კარგი იქნება თუ თვითონაც დაინტერესდებიან და რატო გვაქვს ესეთი რეაქცია, იმიტომ რომ სამწუხაროდ ცუდი ინტერპრეტირება მიიღო ამ სიტყვამ და ერთმანეთის დამაკნინებელად გამოიყენებენ ხოლმე ადამიანები და ამიტომ ცოტა მტკივნეულია, როცა პირდაპირ მოვა ვიღაცა და შენ დაუნიშვილი გეტყვის რაღაც, უკვე ცუდთან ასოცირდება. ანუ ესე რო არ იყოს ეს სიტყვა ამ კონტექსტით, მაშინ ესე გულზე მოსახვედრი აღარ იქნებოდა და მოუწოდებ ყველას, რომ ერთმანეთს ნუ დაუძახებენ დაუნებს და მით უმეტეს ზოგიერთი თავის მისამართით ამბობს, თავისი რაღაც ქმედება რო გაამართლოს სულელური და უშუალოდ არიან ძალიან ჩვეულებრივი ადამიანები, ისეთები როგორც ჩვენ ვართ, ჭირდებათ სიყვარული, მზრუნველობა, ოჯახური სითბო და გარემო და არავითარ შემთხვევაში ბავშვთა სახლები მოუფრთხილდეთ და გვიყვარდეს ერთმანეთი თავარი ეს. სიყვარულს, რასაც მათგან ისწავლის, სხვა ნაკლებად რო ვინმე შეძლოს. ძალიან დიდი. მშობლებს მოუწოდებ კოორდინაციისკენ და ერთად დგომისკენ, იმიტომ რომ ამ პრობლემას სახელმწიფოს ესჭირდება შეხსენება, ბევრი პრობლემა აქვს სახელმწიფოს, ალბათ და ერთად დგომისკენ და ერთად საქმის კეთებისკენ. ძალიან დიდი შედეგი მადლობა. მეტი იქნება. გადაცემაში მონაწილეობისთვის ვირფასო რადიო მსმენელებო, მეც ვიტყოდი რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები მართლაც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ისინი საზოგადოების ნაწილი არიან და თანასწორუფლებიანი წევრები. გენეტიკური ცვლილება, რაც ამ ადამიანებს ხვებისგან გამოარჩევს, არ უნდა გახდეს უთანასწორობის მიზეზი და დაუნის სინდრომი ეს არ არის გადამდები. ჩვენ თითოეული მოქალაქე ვალდებული ვართ და ჩვენი მოვალეობაა ხელი შეუწყოთ თანაბარი პირობებისა და შესაძლებლობების შექმნას და მათ სრულფასოვან სოციალიზაციას საზოგადოებაში. კიდევ ერთხელ ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. ძვირფასო რადიო მსმენელებო, ძალიან დიდი მადლობა რომ ასე ყურადღებით გვისმენდით. მე გემშვიდობებით მომავალ ხუთშაბათამდე კარგად გრძანდებოდეთ.